მოგესალმებით, ჩვენ ახლა ბათუმის მერიაში ვიმყოფებით და როგორც ხედავთ, პოლიცია არის მობილიზებული მერის შესასვლელთან. ჩვენი ინფორმაციით, აქ დღეს საკრებულოს წევრები მოვიდნენ, ისევ სავარაუდოდ მერთან გასასაუბრებლად, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებდნენ ჩიქოვანთან შეხვედრას და ისინი გეგმავდნენ თავიანთ სამუშაო ოთახებში შესვლას, თუმცა აქ დაიწყო პოლიციის მობილიზება. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჟურნალისტებსაც შეგვექმნა პრობლემა შენობის მეორე სართულზე ამოსვლის, რადგან პოლიციას ჰქონდა ჩაკეტილი ამოსასვლელი და მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეთ ამოსვლა, როცა საკრებულოს წევრებმა მიუთითეს, რომ ჟურნალისტები უნდა ამოუშვან, რადგან შესაძლებელია მათთან ჰქონოდა ჩვენ გასაუბრება. ასეთი ვითარება არის ბათუმის მერის არჩილ შიქოვანის კაბინეტის შესასვლელთან, მთლიანად ფრიგელი არის ჩაკეტილი და ასევე ჩაკეტილია ამოსასვლელიც. აქ იმყოფებიან ბათუმის საკრებულოს წევრები, შეიძლება ახლა ჩვენ გავესაუბროთ ერთ-ერთ მათგანს, რა მოხდა აქ. ბატონო რეზო, გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ხართ თქვენ ახლა. ბატონო რეზო, რა მოხდა რომ გითხრათ, რატომ არის პოლიციის მობილიზება დღეს აქ დერეფანში? მართლა, რა ვიცი, საშინელება ხდება რა, უბრალოდ მართლა მოვედი სამუშაო შეხვედრა. არ აპირებდით მერთან შეხვედრას, არ ითხოვდით? არა, აზრი არ აქვს მერთან შეხვედრას. ახლა ჯერ როგორ უნდა შეხვდენ, ახლა რა ამბავია აქ და მე მეორეც ჩვენ გუშინ საკმაოდ გავქცა პასუხები ყველა კითხვაზე. და გასაგებია მისი პოზიცია, რომ ის ვერ ჩდება იმ ჩარჩოს, იმ ზონდერულ ჩარჩოს, რაშიც ზის და ხა. ჩვენ არ ვაპირებთ არ ჩხუბს ან რაღაცას, ხო? ფაქტი არის ერთი, არც გუშინ არ ვსულვარ ჩვენ აქ საჩხუბს. ფაქტი არის, რომ ეს კაცი არის, ავიცი, მე მოუწოდებ თორნიკის რიჟვაძეს, რომ მართლა რაღაცა უშვები რა. შენი მეგობარია, ცოდვაა, ეს კაცი 4 წელი ასე ხო არ იქნება დაცვის ამარა. ეს ბიჭები ცოდვები არიან. ეს ქალაქი ცოდვაა, ბოლოს და ბოლოს რაღაცა ხო უნდა ჩავჯდეთ ნორმალურ ჩარჩოში. ძალიან საწყენია. მოვედით აქ მე და ჩემ ლაშა მოვედით. მართლა საკრებულოში დღეს რაღაც საკითხებია, მას შორის KFW წერილი ანუ თქვენ ჩვეულებრივად შემოხვედით შენობაში. არაფერი არ არის. პრობლემები არ შექმნიათ შემოსვლაზე. აი ხა პრობლემა ეგ გვაკლია ხა ისედაც პრობლემები გვაქვს, ნახეთ ახლა და ჩაყენებული კორდონი, გარეთ პოლიციის მობილიზება ცოტა უხერხულია. მარტო ცოტა კი არა ძალიან. ხომ არ იყო მოლოდინი ბატონო რეზო, რომ გამომდინარე იქედან რომ თქვენ ხშირად ითხოვთ მერთან შესვლას პრობლემებზე სასაუბროთ, ხომ არ იყო მოლოდინი რომ თქვენ ისევ მოითხოვდით მერთან შესვლას? აუცი ალბათ აქვს. შიში, აი ყველაფრის არის შიში, მაგრამ როცა ადამიანს გეშინია რაღაცის კითხვაზე პასუხის გაცემის, როცა გეშინია მით უმეტეს, ხო, ძალიან მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემის, ამ დროს გიჩნდება ეს განცდა და მეორესაც გეტყვი. ეს კაცი ვერ გამოვიდა იმ ძველი მისი, რა ვიცი, ეს არის სპეცსამსახური არის, ჩვენ მართლა დღეს თვითმმართველობა არ მართავს ქალაქს. დღეს ბათუმის მერია საკრებულოს მართავს სპეცსამსახური, უშიშროება, ძალოვანი სტრუქტურა. და მორჩა გათავდა აქ აღარაფერი არ გვაქვს ჩვენ სალაპარაკო. ბატონო რეზო, რომ გითხრათ იმ თავარ საკითხებზე, რაც ეხება ქალაქს და რაზეც თქვენ გსურთ მერთან გასაუბრება. რა საკითხების დაყენება გინდოდათ მერთან? ჩვენ გუშინ ვიყავით მოსული და ეს ნომერ პირველი საკითხი იყო ის, რომ სახელმწიფო აუდიტის ახალი დასკვნა. და სხვა რიგი საკითხები, მათ შორის როგორ შევიტანოთ ბიუჯეტში ცვლილებები და როგორ გავაჯანსაღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ არ მოგწონს და მათ შორის პირად საუბარში არც სამსახურის ხელმძღვანელებს და მათ შორის არც სხვა სტრუქტურის თანამშრომლებს არ მოწონს. ჩვენ ამაზე სასაუბროთ მოვედით. აქ საკრებულოს წევრები არიან. მართლა უხერხული, აი იმათიც უხერხულება რომ წარმოგიდგენი ახლა მოვედი საკრებულოში და დგას 30-40 კაცი იცოდეს. აი უბრალოდ აი რაღაცა ხომ აი ტვინშია. ბატონო რეზო, თქვენ ახლა ადამიანს მინდა უთხრა რომ არ გეუბნებით არავის, ვარც კითხვასაც არ გისვა. და ამ ქალაქში არც ერთი მერი არ ყოფილა მსგავს სიტუაციაში. არც ერთი მერი ხალხო, რაზე ვლაპარაკო? რაში გჭირდება ეს? რაში გჭირდება 50 კაცი არ ყოფილი? ბატონო რეზო, თქვენ ახლა აპირებთ რომ დარჩეთ აქ და გააგზავნოთ მუშაობა? არა, აპირებ ჩემ საქმეზე მივდივარ. ანუ თქვენ არ აპირებთ დარჩეთ შენობაში, ხო? მოვედი აპარატის უფროსთან, რაც მინდოდა გავარკვიე, მივესალმე საკრებულოს წევრებს, რაღაც საკითხები მაქვს, წერილები მაქვს. იმ წერილებს მოვიკითხავ კანცელარიაში და წავალ მე ჩემ საქმეზე, იმიტომ ქალაქში უამრავი პრობლემაა.
და ეს კაცი ვინ არის რა ვიცი ბატონო რეზო თქვენ როგორც საკრებულოს წევრ სამუშაო კაბინეტი გააქვთ არა სამუშაო კაბინეტი არ გვაქვს სამწუხაროდ არანაირი ჩვენ თავიდან ვეთქვით უფუნქციოა საკრებულო საერთოდ ფუნქცია აქვს გამოცვლილი 2 თვის განმავლობაში ჩვენ ამ საკრებულოში ერთი საკითხიც კი ვერ გადაგვიწყვეტია ბათუმელების ჩვენ მხოლოდ აი ესეთ მდგომარეობაში ვართ ყოველდღიურად რომ გვიწევს ახლა პოლიციასთან ხან კიდევ რაღაცა გაუგებარ ვითარებაში ყოფნა უფუნქციოა საკრებულო ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთო პრობლემის მიტანა ამ წუთას პასუხისგებელ პირთან სამწუხაროდ პასუხისგებელი პირი არის ეს კაცი ვინც არის და ამ ადამიანთან ეს ადამიანი პოლიციის კორდონით გველაპარაკება მართლა გულწრფელად გეუბნები რას ნიშნავდა გუშინ ის აქციები ხო თუ შენ შეგიძლია თუ შენ ხარ მაგარი მე თუ შენ ხარ მაგარი ადამიანი რომელიც ამ ქალაქში გეთქვის სიტყვა როგორ არ შეგიძლია შენ შეხვიდე შეახო კარი თუნდაც ოპოზიციასთან თუნდაც ჯანდაბას იყოს რადიკალურ ოპოზიციას ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლია ლაპარაკი მაგრამ არ შეუძლია იმიტომ რომ არის ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული კორუმპირებული ჩინოვნიკი და დღეს კორუმპირებული ჩინოვნიკებს იცავს პოლიცია დიდი მადლობა ძალიან ძიმე მდგომარეობაში არიან მათ შორის მე მესმის მათი იმიტომ რომ ამ კითხვებზე ეხლა რამდენ ხანს დაიწყო 2 წელს 3 4 5 რამდენ წელს დაიწყოს მადლობა ეს იყო რეზო ხარაზი ბათუმის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან როგორც ხედავთ ასეთი ვითარება არის მერის კაბინეტის შესასვლელთან ასევე მინდა გითხრათ რომ ამოსასვლელში არის ჩაკეტილი სივრცე ვერ ხერხდება თავისუფლად ამოსვლა როგორც სხვა დროს და ჩვენ იმისთვის ჟურნალისტები რომ ამოსულიყავით მერის შენობის მეორე სართულზე ამისთვის დაგვჭირდა საკრებულოს წევრების დახმარება როგორც ჩანს აქ ჰქონდათ მოლოდინი რომ საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი ისევ მოითხოვდა მერთან შეხვედრას ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მან რამდენჯერმე მოითხოვა მერთან შეხვედრა და იმ პრობლემებზე საუბარი რასაც ოპოზიცია ხედავს ქალაქში და აფასებს როგორც მწვავე პრობლემას ბოლოს მათ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით გამართეს ბრიფინგი და განაცხადეს რომ აი ამ დასკვნასთან დაკავშირებით უნდათ მერთან შეხვედრა და იმ პრობლემების განხილვა რაზეც იყო აუდიტის დასკვნაში საუბარი. მინდა გითხრათ ასევე ისიც რომ აუდიტი წერდა სხვადასხვა პრობლემებზე მერის მუშაობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ასეთი იყო მაგალითად ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების ანაზღაურება ბიუჯეტზე იყო საუბარი და სხვა პრობლემები ასევე უკანონო მშენებლობები იყო განხილული დასკვნაში საუბარი იყო იმაზე რომ მერია ისევ ვერ ახერხებს უკანონო მშენებლობების აღკვეთას და ასევე მშენებლობების მიზნით სახელმწიფო მიწის ნაკვეთების დატაცებას ასეთი ვითარება მერის შენობაში მერის შესასვლელთან ეს ბათუმელების ლაივია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. აქ ვრჩებით ჩვენ, თუმცა ლაივს დავასრულებთ და როგორ განვითარდება მოვლენები აქ დღის განმავლობაში ამის შესახებ ბათუმელები ჯიზე მოგაწვდით ინფორმაციას.